გამარჯობათ. გამარჯობათ. დიდი მადლობა მადლობა იმისთვის, რომ ეს რთული პერიოდი ასეთ იმ ადამიანს, ვისაც შეუძლია არაბაგად ჩვენი მხრიდან. იმიტომ რომ ყველა შეხვედრაზე, რომ ამ ქვეყანაში ადამიანებმა ვისწავლოთ ის, რომ ვიღაცა სხვა აზრიანები, შენიანები, ყველა ამ ქვეყნის ვართ, ყველა ვიღაცას ვიღაცა მოგწონს, ვიღაცას ვიღაცა არ მოწონს, როგორი იყო ის წინა 9 წელიწადი. მე ამ რამე ვერ გავაკეთებ და თუ რამე ცუდი და პრობლემები აქედა. ხო, ამიტომ ბრმა ხო არა ვარ, ხო ხედავ, ვიცი და მაგრამ რაღაცა არის, რასაც ამბობ, რომ გავაკეთე. ხო და ის რომ დღეს აქ და არ დაგელაპარაკებოით. მე ვართლავ ჯერა, რომ ბევრად მეტი გავაკეთეთ. გავაკეთეთ ის, რომ მოდი შენ გააკეთე დღეს იგივე და ამის მერე მომიტრიალდი და უფრო რიხიანად მითხარი. რასაც მე გავაკეთე და მერე მითხარი. როგორც ღირსეული კანდიდატი მომხრიარიან თქვენი, ოღონდ მალავე გამოჩენის ეშინია. ზოგ სოციალური აქვს, ზოგი რაღაც მუშაობს. პოლიციამ რა ქნა მითხარი? პოლიციამ ამონი მოსული მანქანა იყო გააბრუნეს აქციის. მაგიტომაც. არა და სპორტიზმია, სასწავლო. ჩემი რვა გამარჯვებაში ისტორია. ამ საჭმელში ვარ. ირიქით უფრო ბოჭაღად უნდა ვიყოთ, ბაგრად უნდა ვიყოთ და ესე უნდა ვიყოთ. ირიქით ლაპარაკობთ იმაზე, რომ ქვეყანაში რა გაკეთდეს, როგორ გაკეთდეს, ამ სოფელში დარჩება და ჩვენ ოჯახებში მოვა და უკეთესობა გავაკეთებთ და ლაპარაკი ის კი არ უნდა იყოს მარტო რომ აი წინა წლები რა იყო და ჩამოვაგდოთ, გადავაგდოთ. არ ვიძახი. იმიტომ კი არ ვიძახი, რომ თავრობას უფრთხილდები, ქვეყანას უფრთხილდები. აი ეს არის თავრობის ვალდებულება, შენის გარ, არ შეიძლება ესე გაგრძელება, ეს უნდა გაჩვენოს. როგორ ვიქნები ჩვენ, რასაც დაპირდი ხალხს, ის უნდა გაუკეთოს, თორემ ესე არ არის. ზოგს ხების წინაშე პასუხისმგებელი ვარ, იმიტომ რომ კი არა რომ არის და რაღაც რაღაცა გადავაკეთე, არა